მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ აქედან. იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. იმედია კარგად გაატარეთ ახალი წლები, შობა. და ეხლა ძველი ახალი წელია და გილოცავთ ძველ ახალ წელსაც. რა დროც არ უნდა იყოს. და ჩართოთ ეს ვიდეო, არა აქვს მნიშვნელობა, ხო იცით რომ სამყაროში საერთოდ დრო და სივრცე არის უსასრულო. ამიტომ თუ თქვენთვის იქნება საინტერესო ეს ვიდეო, ეს თემა, ანუ პირადზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენი მოთხოვნა არის ძირითადად პირად ურთიერთობებზე, ყველა დროს კი არის ახლა ძველი ახალი წლის ღამე თენდება, მაგრამ ყველა დროს იქნება აქტუალური თუ თქვენ ეს თემა გაინტერესებთ და რა თქმა უნდა ვიწყებ ეს იქნება ორი ვარიანტი. პირველი, მეორე თქვენ უნდა აირჩიოთ დასტები ან მოусმინოთ ორივეს, რომელიც თქვენთვის იქნება უფრო ახლოს იმ პასუხებს მიიღებთ, იმიტომ რომ ზოგადად როცა შლის საჯარო გაშლებს ესე ხდება. ყველა მხრიდან სამყარო გაძლევს მინიშნებებს, პასუხებს, ეს იქნება წიგნიდან, ეს იქნება ფილმიდან, ეს იქნება კლიპიდან, ეს იქნება შემთხვევით მოსმენილი ადამიანის უცნობი ადამიანის ფრაზიდან, ეს იქნება იგივე სარეკლამო ბანერიდან თუ შემთხვევით ამოვარდნილი ესეთი ვიდეოთი, როგორც ეხლა ეს არის. თქვენ თუ გააქვთ კითხვები, თქვენ თუ სამყაროსთან, თქვენ პირად უმაღლეს მესთან და ასე შემდეგ გააქვთ გარკვეული კითხვები, აუცილებლად ამ კითხვებზე მინიშნებები და პასუხები მოდის, ოღონდ ეს არის ყველაფერი მინიშნებებით, ციფრებით, სიმბოლოებით. იმიტომ რომ ეს არის სამყაროს ენა. და დავიწყეთ, ჯერ ვნახოთ ადამიანი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ამ ადამიანის ენერგიები რა მდგომარეობაშია და შემდეგ განვიხილოთ მისი სიტუაცია, საერთოდ რას აპირებს, გეგმა რა აქვს თქვენთან მიმართებაში. პირველი ვარიანტით ვიწყებ, ჯერ სიგნიფიკატორს ამოვიღებ, რა თქმა უნდა, ჩაიფიქრეთ ახლა ეს ადამიანი. შეგიძლიათ სახელიც თქვათ თქვენთვის. რა მდგომარეობაშია, სიგნიფიკატორს სამ კარტს ამოვიღებ. ეგოისტი ადამიანია, თავის თავზე ფიქრობს, უყვარს სიამოვნების მიღება, ყველაფერის გადადება უყვარს, სამომავლოდ ამბობს, რომ აი ჯერ არა, მოდი ვნახოთ, გაიაროს, მერე, ანუ სულ ესე იგი გპირდებათ რაღაცას და ბოლომდე არ აკეთებს, ანუ სამომავლოდ გადადება უყვარს. ეხლა ეს ადამიანი არ მინდა გავიგო, არ მინდა დავინახო, ჩემთვის მინდა ვიყო, არ გამაგებინო არანაირი პრობლემა, არანაირი ფრაზა, ესეთი პასუხისმგებლობის, თქვათ, ხო? პატივისცემა აქვს, ლტოლვა აქვს, სიამოვნების მიღება უნდა შენგან, ვინც არ უნდა იყო ეხა შენ, მოწონხარ როგორც ქალი, როგორც დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული, ანუ შემდგარი ხარ, როგორც ქალი, ყველანაირად და ამ ადამიანს აქვს რა მიზნები? პირველ რიგში სიამოვნების მიღება და ნახე ენერგიების გაცვლა-გამოცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორ მოექცევი შენ, იმის დამიხედვით მოიქცევა ისიც. ანუ იაქტიურებ, ისიც შესაბამისად იქნება აქტიური. არ იაქტიურებ, გაჩერდება, დადუმდება. ეხლა ვნახოთ თუ აქ რამე გეგმა თქვენთან დაკავშირებით, აი რა გეგმები აქვს. ასე თუ ისე გავერკვიეთ, ხო? მის პერსონალურ თვისებებს, ანუ ეგოისტია, ეგო აქვს დიდი. აქეთ უნდა მოემსახურო, აქეთ უნდა, ესე იგი, ასიამოვნო, აქეთ უნდა გაუკეთო. ვნახოთ, აბა თუ აქვს გეგმები, რამე სერიოზული გეგმა თუ აქვს თქვენთან დაკავშირებით, აი, ამ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის.
ჯერ ერთი უმრავლესობას ამოსდის, რომ ეს ადამიანი ან შორს არის, ან აქ გზა ჩანს, რაც მანიშნებელია იმისი, რომ შეიძლება ეხლა ჩამოსულია და მიდის სადღაც შორგზაზე. მერე ჩანს, რომ დაბრკოლებები აქვს ძალიან დიდი, ჩანს, რომ ასევე ქორწინებაშია ოფიციალურად და თუ არ არის ქორწინებაში, მაშინ უბრალოდ თქვენთან აქ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება, ანუ პატივისცემა აქვს სერიოზული, მაგრამ პასიურია ურთიერთობაში. ნახე, აპირებს, რომ გააგრძელოს ურთიერთობა. მაგრამ ეს იქნება ყველაფერი მისი პირადი ინტერესების გამო. იქ რაღაც საქმეები, იქ რაღაც სიტუაციები, იქ თუნდაც სიამოვნების მიღება, თუნდაც ის რაღაც ფლირტი, ის სითბო, რასაც თქვენ აძლევთ, ის ყურადღება, რაც მოკლებული აქვს, იმიტომ რომ აქ ამოდის, რომ ივსება ეს ადამიანი თქვენით, ივსება ამ ენერგიით, რასაც თქვენ მას აძლევთ და აძლევდით, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. რო ვთქვა, რომ ეხა გეგმა, როგორც ასეთი სერიოზული აქ არ ჩანს, უბრალოდ ჩანს, რომ გაგრძელებას აპირებს ურთიერთობის თუნდაც შორი გზიდან. ნახეთ, აი გზა უჩანს, რომ მიდის ეს ადამიანი სადღაც შორგზაზე, აუცილებლად წავა და აი იმ გზიდანაც რომ გააგრძელებს ურთიერთობას, იმიტომ რომ ერთი თვე მაინც გრძელდება ეს ურთიერთობა. ანუ ყოველ შემთხვევაში აპირებს, არ აპირებს, რომ დაგშორდეთ აი ესე, რომ გითხრათ, რომ აი დამთავრდა და მორჩა და შენთვის და მე ჩემთვის, ნუ აი ესეთი რაღაც არ ამოდის. და სერიოზულად თუ იფიქრებს, აბა. სერიოზულად თუ იფიქრებს. სერიოზულად ვერ იფიქრებს და რატომ? ჯერ ერთი ამოდის, რომ მარტოსულია. ამოდის, რომ ჩაკეტილია, დეპრესიული, აქ რაღაცა თავისებური პრინციპები ამ ადამიანს უნდა თავისთვის ყოფნა, დეპრესიული, ჩაკეტილი, აი ესეთი განდეგილის და არის ძალიან, ანუ დარტყმა, რას ნიშნავს? გულზე აქ აი დარტყმული. გულგაცრუება, სიყვარულში, სამკუთხედსაც ნიშნავს ეხა ამ შემთხვევაში, მაგრამ თვითონ კი არ არის სამკუთხედში. შეიძლება თვითონაც იყოს, არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ ნიშნავს უფრო იმას, რომ სიყვარულზე აქ ძალიან დიდი ტრავმა მიღებული პირადზე, რასაც არ ამბობს, იკეტება თავისთვის და მისთვის, ანუ ჩუმად არის. აი ამ ტრავმას, აი ამ გულგაცრუებას პარტნიორისგან რომ აქვს, ამას არ იძახის. და რა თქმა უნდა, გულგაპობილია. ყოველ შემთხვევაში, აი, რო გითხრათ, რომ ეხა სერიოზულად ფიქრობს, არა მეთქი, ანუ ვერა რა. მაინც სიამოვნების მიღება და პირადი ინტერესები ამოძრავებს. რაც ამოდის, ეს არის. და მაინც, აბა, რით დააიმედებდით ამ ადამიანს, ვინც ეხა უყურებს ამ ვიდეოს. პარტნიორთან მიმართებაში, რით დააიმედებდით. 3 თვის შემდეგ. მაინც კონფლიქტი გექნებათ ამ ადამიანთან, ნახეთ. თქვენგან გამომდინარე იქნება ეს კონფლიქტი, იმიტომ რომ არჩევანს ვერ გააკეთებ საბოლოო ჯამში. როგორც პასიური იმპერატორი ზის ესე და უყურებს სეირს, რო იტყვიან, ყველაფერი მოგვარდეს მისი ჩაურევლობის გარეშე, ანუ თვითონ არ ჩაერიოს და ისე მოგვარდეს, ესე სად არის, ხო? ამიტომ რაღაცა პატარა კონფლიქტი გექნებათ 3 თვის განმავლობაში თქვენგან გამომდინარე, ანუ აქტიურობა იქნება ის, რომ თქვენ მიანიშნებთ ამ ადამიანს, ნახე, წარსულზე. მის არსულ ცხოვრებაზე, რომელმაც გული დაწყლითა და შეიძლება გაუშვათ კიდევაც ეს ადამიანი და უთხრათ, რომ ანუ შენ ამდენი ხანი მე გელოდები, ნაბიჯს არ დგავს სერიოზულს. არაფერს არ მთავაზობ, ზიხარ მიყურებ, ანუ სეირს აკვირდები და არ გინდა რომ გაინძრე, შენი ბედნიერებისთვის არ ფიქრობ, არ ცდილობ, კარგად იყავი. ანუ საბოლოო ჯამში ესე დამთავრდება, იმიტომ რომ აქ ამოდის, რა თქმა უნდა, მოქმედების კარტი თქვენი მხრიდან. აი, ამით დაგაიმედებდათ ეს პირველი პოზიცია. ნუ, ნახოთ ახლა პირველ პოზიციას ვემშვიდობები. საინტერესო იყო თქვენთან ურთიერთობა. გადავედით მეორე პოზიციაზე. ვინ ჩაიფიქრა მეორე?
აი ეს ადამიანი რა ენერგიებშია ახლა? მეორე პოზიცია. გაჩვენეთ. ვინ არის საერთოდ ეს ადამიანი? ვაა. მოხიბლულია ეს ადამიანი თქვენით. პარტნიორის ნაკლებობას ეს ადამიანი არ განიცდის, იმიტომ რომ ძალიან აქტიურია თვითონ როგორც მამაკაცი, ცეცხლოვანი. შეიძლება სტიქია ცეცხლიც იყოს, არ არის გამორიცხული თუ არა და მეტი ცეცხლი მძლავრობს, ფიცხი, ძალიან ესეთი რელევანტური რო იტყვიან ესეთი. ანუ შეიძლება ითქვას ტემპერამენტიანი, მოხიბლულია თქვენი ქალურობით, ადამიანობით, თქვენი დედობით, შეიძლება დედებიც ხართ, ოჯახებიც გყავთ და შვილებიც გყავთ თუ არა და მომავალი დედები ხართ და გიყურებთ როგორც მომავალ დედას, როგორც მზრუნველს, უნდა თქვენთან სტაბილური ურთიერთობა. ნახე, ორი მტრედი ხვდება ერთმანეთს და ელოდება თქვენგან აქტიურობას. მეორეს გაუმართლა, სიგნიფიკატორით ძალიან კარგი კარტები ამოვიდა. ნახოთ, აბა რა გეგმები აქვს მეორე ადამიანს, მეორე პოზიციის ადამიანს თქვენთან, ვინ ჩაიფიქრა მეორე პოზიცია, მეორე პიროვნება, ხო? რა გეგმები აქვს და რას აპირებს? აპირებს რომ ურთიერთობა გააგრძელოს კი. ჯერ ერთი ამ ადამიანსაც აქვს ძალიან დიდი ლტოლვა თქვენს მიმართ. ნახეთ, ამ ადამიანს ჰქონდა წარსულში გამოცდილება. და ძალიან მოტყუებულა. ანუ აი ესე რო იტყვიან ერთი ნახვით შეყვარება, უცებ აფეთქდება, ხო? ეს მეტყველებს მის ტემპერამენტზე, მის ესე იგი აქტიურ ესე ცხოვრებაზე, აი უცებ აფეთქებულა, უცებ შეყვარებია, უცებ გადაყვარებია და რატომ? იყო ღალატი. იმ ადამიანის მიმართ ეს წარსულს მაჩვენებს, შეიძლება თქვენ არც იცით, არც გაგიმხილათ, მაგრამ მოვა დრო და ალბათ გეტყვით. მისი გული აეხლა, ხო? ძალიან დანაღვლიანებულია და თავის პოზიციებს იცავს. ანუ როგორ არის იცით, აი თითქოს რო იტყვიან დისტანციას იჭერს. რატომ? რომ ისევ არ გაუცრუდეს გული, იმიტომ რომ აქ იყო სიყვარული, რომელიც იყო ტრავმირებული, როგორც ჩანს. ეს ყველაფერი იყო ღალატთან ასოცირებული, იმიტომ რომ უღალატა, ასევე იყო გასვლა ურთიერთობიდან მისი მხრიდან. აი გადახარშა რო იტყვიან და აღადგინა თავისი ენერგია. სამყარომ გამოუგზავნა ახალი ვარიანტი თქვენი სახით მაჩვენებენ და ეხლა არის აი თავიდან რო იწყებს ცხოვრებას, ხო? თავიდან, ანუ ფურცელი იწყება თავიდან, მისი ცხოვრებიდან. წარსული აღარ მინდა და ვიწყებ ახალი ადამიანით. აი ესეთ სიტუაციაშია ეხლა ეს ადამიანი და თუ იფიქრებს, აუცილებლად იფიქრებს სერიოზულად, იმიტომ რომ დაიღალა უკვე ისეთი პარტნიორის ყოლით, რომელიც არ იყო გულწრფელი პირველ რიგში. ატყუებდა და მართლა სიყვარული კი არა, სხვა ინტერესები ამოძრავებდა და ამან იმდენად ატკინა გული ამ ადამიანს. ეხლა მე ისტორიას ვყვები, იმიტომ რომ კარტმა მაჩვენა ინფორმაცია, ხო? ამიტომ ფიქრობს, რომ გასაგებია ეს ყველაფერი, ეს იყო გამოცდილება, ჩემი რაღაც ცხოვრების ამ ეტაპის, რომელიც უნდა დავივიწყო და ყველა ხო არ იქნება ასეთი, ანუ თავის თავს ინუგეშებს მაინც, არ კარგავს იმედს და უნდა რომ იპოვოს და შეიძლება მოძებნა კიდევაც თქვენი სახით. გულწრფელი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში გულწრფელი ადამიანი უნდა გესმით, აი ამაზეა მთელი აგებული ეს ინფორმაცია. გულწრფელ ადამიანს ეძებს და თქვენთან მიმართებაში, აი თუ იგრძნო, თუ გაიგორო თქვენ გულწრფელი ხართ და თუ მიგიღოთ ამ ადამიანმა.
ეხლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს და ვინც აირჩია მეორე პოზიცია, თუ აგირჩიათ, თუ მიგიღოთ, როგორც ნამდვილად ერთგული ადამიანი. დამემტკიცა. ჩემმა პატარამ დამემტკიცა. ანუ ნახეთ ჯერჯერობით ბოლომდე არა აქვს გარკვეული და რა გეტყვით. ეჭვები აწუხებს მაინც და პატივისცემით იყურება, მაგრამ შესწავლა უნდა თქვენი, აი ბოლომდე არ არის რა. შეიძლება ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა და ჯერ არ გიცნობთ კარგად. უნდა რომ გაგიცნოთ. აქტიურობა ჩანს, აუცილებლად იქნება ერთი თვის განმავლობაში მისგან აქტიურობა, იქნება ასევე სტაბილური ურთიერთობა, აგებული სიამოვნებაზე, აგებული გრძნობებზე, აგებული აი მოულოდნელ აი ესეთ რაღაც გრძნობის მორევზე, ხო? თვითონაც რო არ იცის, რომ შეივსოს თქვენით, იმიტომ რომ იმ წარსულმა მართლა ძალიან დაწყვიტა გული და ეხლა უნდა რომ ისევ ფორტუნა შემოვიდეს მის ცხოვრებაში. ანუ ფორტუნა უკვე იქნებით თქვენ. თქვენ ამასობაში უნდა ეს ადამიანი დაარწმუნოთ, რომ ნამდვილად რაღაცა ინტერესების გამო კი არა, ვთქვათ, რაღაც ფინანსური, მატერიალური, კარიერის და რაღაც ასე შემდეგ კი არა, არამედ მართლა გულწრფელად გინდათ ეს ადამიანი მოგწონთ პიროვნულად, მისი ხასიათი, თქვენი ხასიათი ემთხვევა და მერე, ანუ ჩანს გამონათება 3 თვის განმავლობაში. ჩანს ამ ადამიანიდან იმედით ყურება თქვენსკენ, ასევე იგებს რაღაცა ამბებს, რომელიც რა თქმა უნდა თქვენით არის დაინტერესებული პირველ რიგში, აინტერესებს, გაიგოს მეტი, შეგისწავლოთ უნდა, იმიტომ რომ უკვე ესე ყველას ვერენდობა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ახლა. კაცია და ბუნება, ხო? და აპირებს ეს ადამიანი თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას. მას რით დაამშვიდებდით მეორე პოზიციის რესპონდენტს. რით დაამშვიდებდით ღირს ამ ადამიანთან ურთიერთობა. ვინ ჩაიფიქრა? მეორე პოზიცია. კი ბატონო, დაგამშვიდებდათ ჩემი თელემას აი ესეთი დასტა იმით, რომ თქვენ გახდებით ნამდვილი იმპერატრიცა, თუ მიყვებით ნაბიჯ სწორად გონებას ჩართავთ, რა თქმა უნდა, და ყველანაირად ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ანუ აქ ჩანს, რომ თქვენ ნამდვილად, აი მატება გაქვთ, ნახეთ, იგრძნობთ თავს ნამდვილ ქალად ამ ადამიანის გვერდით. ეს ადამიანი აგავსებთ კომპლიმენტებით. ნამდვილად თქვენთვის კარგი იქნება, იმიტომ რომ სტიმული იქნება ეს თქვენთვის, როგორც ქალისთვის. გაიფურჩქნებით, მიიღებთ უფრო მეტ აი ქალურ ნიჭს, ხო, რაც შინაგანად რომ უნდა ნამდვილი ქალი აღმოაცენო, ხო, უნდა გაფურჩქნო, ხო, უნდა გააღვიძო. აი ზუსტად ესეთი მდგომარეობა, რაც დავიწყებული იყო, შეიძლება გულის ტკენის, შეიძლება გულგაცრუების, შეიძლება რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ თქვენ თავს იგრძნობთ ნამდვილ ქალად. ამ შემთხვევაში აი ყველანაირად კმაყოფილი იქნებით ამ ურთიერთობით, თუ თქვენ გააგრძელებთ და სწორად მიუდგებით ამ ადამიანს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში დაბნეულია და არც გაგიკვირდეთ. ჯერ ერთი უნდა რომ კარგად შეგისწავლოთ. მერე სერიოზული ურთიერთობა უნდა. მერე აქ გული ნატკენი. ასე ყველას ვერენდობა, ამიტომ თუ რაღაცა უცნაურობები აღმოაჩინეთ ის რომ რაღაც მომენტში ვთქვათ დაბნეულია, ეს არის იმიტომ მისი წარსულიდან გამომდინარე, იმ ტრამვიდან გამომდინარე, ამიტომ შეუწყეთ ხელი და მარტივად იოლად შეხედეთ სიტუაციას, გამოამჟღავნეთ თქვენი თავი, იყავით გულწრფელი, ხო ხედავთ, ანუ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ტყუილს ვერ დამალა, უნდა იყო ის რაც ხარ, მან უნდა მიგიღოთ ისეთი როგორიც ხართ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს არის დაუწერელი კანონი. ყველა დაფარულს აეხდება ფარდა.
ყველა საიდუმლოს, ყველა ტყუილს გამოაშკარავდება, გვინდა თუ არ გვინდა, ასეა, ფაქტი სახეზეა. ყველა სისტემაში, ყველა სიტუაციაში ასე ხდება. ვინც იტყუება, მოდის დრო და იხსნება ეს ტყუილი, ხო? ხო, აღარ მინდა ეხა მაგალითები მოვიყვანო და მერე თქვენ მომწეროთ, რომ პოლიტიკოსი ხარ თუ ის ხარ. არც პოლიტიკოსი ვარ, არც ის ვარ, არც ეს ვარ, მაგრამ მაგალითები ხომ და მოვიყვანო ჩვეულებრივი ცხოვრებიდან. რამდენ ტყუილს აეხადა ფარდა დღეს და ჯერ კიდე არ არის ბოლომდე ახდილი. დაელოდეთ, ეს ჟურნალია, კინოს მალე უყურებთ. ძალიან ბევრ ტყუილს გაიგებთ, რომელსაც გამოაშკარავდება, გამომჟღავნდება, ყველა სახეს დაინახავთ. თუ გინდათ, რა თქმა უნდა, რომ დაინახოთ. თუ გინდათ. ესეც მეორე მომენტია, იმიტომ რომ ზოგს არ უნდა რომ დაინახოს ის ადამიანი, რომელიც იტყუება, ის ადამიანი, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. არ უნდათ ამის დანახვა და იბრმავებენ თავს, ეს სხვა მომენტია, მაგრამ ის რომ არ დაიმალება, აგერ ფაქტი სახეზე. ამიტომ ყოველთვის აირჩიეთ სიმართლე. იმიტომ რომ ღმერთი მარტო სიყვარული კი არა, სიმართლეც არის, ჩემოკარგებო და ამ სიმართლეს უნდა დაცვა. შენ როცა ხარ მართალი, შენ გახვიტავ ქვას, შენი ხმა ყველგან აბსოლუტურად იქნება აი ყველანაირად რო იტყვიან შენი სიტყვით, შენი ხმით ყველგან მიაწვდენ, როცა სიმართლეა. და როცა არის ტყუილი, აი იქ უკვე პრობლემაა. რა ვქნათ, ეს არის სამყაროს კანონი ზუსტად. სამყაროს კანონი. და მოკლედ გისურვებთ ყოველივე კარგს და როგორც აგერ იმპერატრიცა ამოვიდა, რომ რას მოგიტანთ მეთქი და ბოლოს ხო? რო გავაანალიზეთ, ვნახეთ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად მოგიტანთ იმ ქალურ სიამოვნებას, იმ ქალურ სილამაზეს, იმ ქალურ სიამტკბილობას, რაც თქვენ გჭირდებათ, იმიტომ რომ საჭიროა. ნამდვილად გქონდეთ გულწრფელი გრძნობა და ურთიერთობა ერთმანეთთან. ის თქვენი არავინ არ არის დღეს უცოდველი. ის რაღაც თქვენი მანკიერება, მისი მანკიერება, მასაც აქვს, კი ბატონო, აქვს რაღაც მანკიერებები, მაგრამ ყველაფერი შეიძლება დავაბალანსოთ, ესეა. ბალანს ითხოვს სამყარო. ბალანსია აგებული კაცობრიობა. როგორც კი ირღვევა ბალანსი, იწყება კაცობრიობის დაშლის, ჩამოშლის და გაქრობის პროცესი. რა მდგომარეობაშიც ახლა მივედით ჩვენ, იმიტომ რომ დაარღვიეს ბალანსი და ზუსტად რო აღდგეს, ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი. და სამყარო მაინც აღადგენს ამ ბალანსს, ნუ გონიათ რომ ეს ისე დარჩება. აბა კარგად, ჩემო კარგებო.